საქართველოს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! იდობა მართლმადიდებელ სარწმუნოებას! იდობა უფალს! იდობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სირხვალ ფედერალს! მადლობა ახალგაზრდებო, რომ შეიძლებოდა და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის. ჩინოს ქართველი ხალხი, ეს არის სირცხვილი ქართველი ენის ხოვნა არის მოწოდება. ყველა მოვიმაღლოთ ხმა. თავარი საქართველო, მაგრამ ქართველ ადამიანს არ დაუკარგავს ისათვის, რომელმაც 9 წლის განმავლობაში მოქალაქეობის მინიჭება, როგორც წერია ნამდვილ კონსტიტუციაში, საქართველოს მოქალაქე უნდა გამკაცდეს საიმიგრაციო რეჟიმი. ერთიან თავისუფლება მე ამ ქართულ ქრისტიან მოთხოვნას Istanbul hotel. თბილისში და მთლიანად საქართველოში დაიქუროს ყველა ის ერაყული, არაბული, თურქული კლუბები, სადაც ხდება ქართველების ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. ჩვენ ვითხოვთ იმ დაცვის სამსახურების დასჯას, რომლებიც მონაწილეობენ ამ დისკრიმინაციაში. ზოგადად ვთვლით, რომ ეს პრობლემა გამოწვეულია უკონტროლო სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმით, რომელიც დააწესა ყოფილმა ხელისუფლებამ და აზიის და აფრიკის 80-მდე ქვეყანასთან შემოიღო უვიზო რეჟიმი. შედეგად ქვეყანაში შემოდიან ისეთი ელემენტები, ემიგრანტები, რომლებმაც არც ადგილობრივი ტრადიციები იციან, არც ქართული ენა იციან და უკვე ისინი გვევლინებიან კანონდამრღვევებად. ჩვენი აქციის უმთავრესი მიზანი ის არის, ხელისუფლებას დავანახოთ, რომ თუ არ იქნა გადადგმული რადიკალური ნაბიჯები სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმის გასამკაცრებლად, საზოგადოებაში
ძალიან მალე შეიძლება მოხდეს დაპირისპირება ამ ემიგრანტულ ნაწილის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილს ეწურება თავისი უფლებამოსილების ვადა და ხვალიდან უკვე ახალ პრეზიდენტს, ახალ პრემიერს მოუწოდებთ, რომ აუცილებლად ქვეყანაში უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი. ჩვენ მოვეთხოვთ, რომ ბორდელები აიგზალოს და გაუქმდეს. მაგალითად, აგერ ქვემოთ ახლა არის სტრიპტიზ ბარი. ფაქტურად ეგ არის ჩვეულებრივი ბორდელი, მეტი არაფერი. ნუ მაინც და მაინც ფლათისი არა, მაგრამ აგრე. ამიტომ ასეთი დაწესებულება უნდა ეკრძალოს. მეორე, ჩვენ მოვეთხოვთ რავს. კაფე ბარებში, რესტორნებში და ასე ვთქვათ, ძველი კომუნისტური ტერმინი რო ვიხმაროთ, სასკვების ობიექტებში, რომელიც აქვს გახსნილი საქართველოში, გნებავთ ერაყელებს, გნებავთ თურქებს, გნებავთ ირანელებს, მნიშვნელობა რა აქვს? უნდა დაისვას, უნდა მიეცეს ქართველებს შეცვლის უფლება. არ მინდა იყოს ზესღამის კლუბები, ბორდელები და საქართველოში წამყვანი რელიგიური ძალა იყოს მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა. საუბარი არის კონკრეტულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ 152 მუხლის პირველ ქვეთავზე ადამიანის დისკრიმინაცია რასობრივი და სქესობრივი ნიშნით. არის მეორე კანონდარღვევა, რომელიც მოიცავს რეკლამის კანონის დარღვევას, მინიმუმ 50% რეკლამის უნდა იყოს შესრულებული ქართულ ენაზე და განათება უნდა იყოს იმდენივე რაც ქართული და რაც დანარჩენ ენაზე. ჩვენ ვაძლევთ შესაბამის ორგანოებს ორკვირიან ვადას, რომ შეასრულოს ეს სუფთა სისხლის სამართლის დარღვევები, მოახდინოს რეაგირება ამ დარღვევებზე და დაისაჯონ დამნაშავეები. თუ ამ ორ კვირაში ეს ძალიან ტექნიკური საკითხები არ მოგვარდება, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს და ვიქნებით უფრო მრავალრიცხოვანი ვიდრე დღეს. მიმაჩნია, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია დარღვეული კანონმდებლობის გამოსწორებასთან, არის ლეგიტიმური. დაწყებული საქართველოს კანონის რეკლამის შესახებ და დასრულებული ორგანული კანონის მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონისა, რომელიც ასევე ძალიან უხეშად ირღვეოდა და ირღვევა დღესაც, დღევანდელი დღე გახლავთ ბოლო დღე პრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადისა. საჭიროა რომ გამოასწოროს ხვალინდელმა პრეზიდენტმა, რომლის ინაუგურაციაც დანიშნულია ხვალისთვის. საჭიროა გამოასწოროს ახალმა ხელისუფლებამ და იმ საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც სამწუხაროდ აი ამ დარღვევებთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ ახორციელებს. აქ არის დაწყებული ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც თქვენ გაწუხებთ ახლა ამ შემთხვევაში და მისვავთ კითხვას, არის ის რომ აღმაშენებლის გამზირზე, ზემელზე, იქ სადაც მოწყობილია ღამის კლუბები, ფარულად მოწყობილია ამასთან ერთად პროსტიტუციის ბუდეები, რაც დასჯადი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით და რასთან დაკავშირებითაც სამწუხაროდ ჯერჯერობით არავითარი ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ მიგვიღია. გამკაცდეს კანონმდებლობა მოქალაქეობის მიღების შესახებ, გამკაცდეს სავიზო რეჟიმი, გამკაცდეს საიმიგრაციო კანონმდებლობა და ყველა თანამდებობის პირს დაწყებული პრეზიდენტთან აეკრძალოს მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილება. რომ ჩვენ არ გვეშინია ამის, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელ საქართველოში ეთნიკური და ეროვნული უმრავლესობა უნდა იყოს ქართველი ერი.